საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 22 მაისის დილის საათებში ძლიერი 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც გარკვეული შეფერხებები და მცირე მატერიალური ზიანი გამოიწვია. კუნძულის ზოგიერთი მცხოვრები რყევის შედეგად საწოლიდანაც კი გადმოვარდა. ბიძგები დედაქალაქ ათენშიც იგრძნობოდა. კუნძულის მოსახლეობა შეშინებულია, რადგან ძლიერი მიწისძვრა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. სამსახურში ვიყავი, ამ დროს საშინელი ხმა გაისმა. თანამშრომლებმა იფიქრეს, რომ ქარი ამოვარდა. ეგონათ უბრალოდ დაუბერა, ამიტომ თავიდან არ შეშინებიათ. თუმცა რამდენიმე წამში ისეთი რყევა დაიწყო, ყველა პანიკამ მოიცვა. ხალხი ქუჩაში კარგოდა. ძლიერი მიწისძვრა იყო, მეც და ჩემს მეუღლესაც ძალიან შეგვეშინდა. საშინელი ხმა იყო, ისეთი მიწისძვრა იყო, მრავალი წელი რომ არ ყოფილა. მეცნიერები ამბობენ, რომ მიწისძვრას მასშტაბური მატერიალური ზიანი იმიტომ არ მოჰყოლია, რომ ეპიცენტრი 60 კილომეტრის სიღრმეში საზღვაო ზონაში იყო. კუნძულზე განმეორებითი ბიძგები იგრძნობოდა. საბერძნეთის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას. გაოგნებულები ვიყავით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კი აქამდე გვიგრძნია. საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა. სკოლებში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა სასწავლო პროცესი, თუმცა კუნძულის ხელისუფლება მზადყოფნაშია და სრულ კოორდინაციაშია სამთავრობო უწყებებთან და სამეცნიერო ორგანოებთან. მეშინია, არ ვიცი განმეორდება თუ არა მიწისძვრა, ღამე როგორ უნდა დავიძინო. მეცნიერები ამბობენ, რომ მოსახლეობასა და ტურისტებს საფრთხე არ ემუქრებათ.